რუბრიკა პოსტაიმს წარმოგიდგენთ კლინიკა ველესი, წონის დაკლების კომფორტული გზა. ეთერშია პოსტ ტაიმი თამთა დილამშვიდობისა მივესალმები შენ სტუმრებს. დილამშვიდობის მივესალმები ჩვენს მაყურებელს. დღეს პირველად საუბრობთ პოსტ ტაიმში ჭარბ წონაზე და სიმსუქნეზე და მინდა წარმოგიდგინოთ კლინიკა ველნესი, რომელიც ამ პრობლემას სამუდამოდ დაგავიწყებთ, რადგან ისინი გვთავაზობენ უმარტივეს და ძალიან სწრაფ მეთოდს იმისთვის, რომ დავიკლოთ და დავიმშვიდობოთ კილოგრამებს. არასასურველი კილოგრამები და მინდა წარმოგიდგინოთ თამთა ჭურაძე, კლინიკის დამფუძნებელი და თინა თინკირთაძე, ქალბატონი, რომელმაც 45 კილოგრამი დაიკლო, მაგრამ მანამდე ნახოთ კლინიკის შესახებ სიუჟეტი და რამოდენიმე წუთში დაგიბრუნდებით და უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ამ თემაზე. რუბრიკა პოსტაიმს წარმოგიდგენთ კლინიკა ველესი, წონის დაკლების კომფორტული გზა. ჭარბი წონის სამკურნალო კლინიკა ველესი პაციენტებს უკვე 4 წელია სიმსუქნის მკურნალობის უახლეს კომპლექსურ მეთოდს თავაზობს და არაერთი კმაყოფილი პაციენტი ჰყავს. კლინიკის ინოვაციური მიდგომის მიხედვით პაციენტთან ერთდროულად 3 პროფესიონალი, ექიმი, ენდოკრინოლოგი, ფსიქოლოგი და მასაჟის სპეციალისტი მუშაობს. ჩვენი, ასე ვთქვათ, დიეტა მორგებულია პაციენტის დღის რეჟიმზე და მის გემოვნებაზე. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს მისთვის იყოს კომფორტული და გარდა ამისა, პაციენტი არ იყოს მშიერი. აქ მოსულ პაციენტებს ენდოკრინოლოგის ვიზიტის პარალელურად აქვთ ფსიქოლოგის ვიზიტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტონის კლების პროცესში. პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ ფსიქოლოგთან ვიზიტის დროს აღმოაჩინეს ბევრი ისეთი რამ საკუთარ თავში, რაზეც ადრე საერთოდ არ ფიქრობდნენ. ანუ სრულიან დამოკიდებულებას როგორც საკუთარი თავის და გარემოს მიმართ, ასევე კვების მიმართ. კვებითი დამოკიდებულება ესხლებათ. ძალიან კომფორტულია ჩემთვის ექიმის და ფსიქოლოგის ერთობლივი სამუშაო. მოტივაციას მაძლევს, ანუ ორ კვირაში ერთხელ დავდივარ კონსულტაციაზე და ეს ძალიან მეეხმარება, ანუ არ ვდუნდები. 4 თვეში დავიკელი 27 კილო და ვაგრძელებ წონაში დაკლებას. არასდროს არ შემინარჩუნია წონა. ეხლა ვინარჩუნებ და თან კიდევ ვიკლებ. კლინიკა ველესის სპეციალისტების მიდგომა თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალურია, კვება კი მრავალფეროვანი. ეს, რასაც ხედავთ, არის ჩემი დღის რაციონი. ანუ იმიტომ არის ჩემთვის კარგი, რომ საუძმეზე შემიძლია მრავალფეროვნად ვიკვებო. კერძოდ, შემიძლია ერთ დღეს კარაქი და პური ვჭამო, კვერცხი, ყველი, ანუ შემიძლია თაფლი, ერთი კოვზი ჯემი, ანუ მრავალფეროვნება არის ის, რაც მეხმარება არ ვიყო მშიერი დღის განმავლობაში და თან მარტივად დავიკლო წონაშიც. თუ დავუშვათ სადილზე მივithმევ თევზს, შემდეგ უკვე ვახშამდე შევჭამ ქათამს, ანუ შემიძლია აღვიჩიო, შემიძლია ვჭამო წვნიანით. დამიკლია კიდევაც, მაგრამ მალევე მომიმატია, იმიტომ რომ ყოველთვის ვიყავი მშიერი, რაღაცა ანუ შეზღუდული რაციონით და ეს ძალიან ხელშემშლელი იყო ჩემთვის. ანუ ვჭამ იმას, რაც მიყვარს და ასევე მაქვს შედეგი ის, რაც მინდა, ანუ წონაში კლებით. კლინიკაში ასევე ტარდება ლაბორატორიული გამოკვლევები, რომლის მიხედვითაც ენდოკრინოლოგს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია აქვს. ეს არის ჩვენი ველესის ლაბორატორია. ჩვენთან მოდიან პაციენტები, ძირითადად ვემსახურებით ვაკუტაინერით, რომელიც არის ძალიან მოთხოვნადი და უმტკივნეულო. ვუკეთებთ ანალიზებს, რათა ექიმისთვის ცხადი იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფაქტია, რომ კლინიკა ველესის საშუალებით პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა შეცვალონ ცხოვრების წესი, იკვებონ ჯანსაღად და დაიწყონ ზრუნვა საკუთარ გარეგნობაზე. რუბრიკა პოსტაიმს წარმოგიდგენთ კლინიკა ველესი, წონის დაკლების კომფორტული გზა.
დავუბრუნდით ძვირფასო მაყურებლებმა პირდაპირ ეთერში და პირველ რიგში მინდა ლელუ მდივანს გადავახადო მადლობა ამ არაჩვეულებრივი და ძალიან საინტერესო სიუჟეტისთვის. ახლა კიდევ მოვიდა თამთა უფრო დეტალურად გვიამბო იმ ძალიან სწრაფი და მარტივი მეთოდისთვის, რომლის მეშვეობითაც ქალბატონებს, მამაკაცებს თუ თუნდაც ბავშვებს ანიჭებს ძალიან დიდ ბედნიერებას. თქვენი კლინიკა ზოგადად რა არის ეს მეთოდი და როგორია ის? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩვენი ზოგადად ჩვენი მკურნალობის მეთოდები არის კომპლექსური, ამაში იგულისხმება ის, რომ ჩართული არის პროცესში სპეციალისტი, სამი სპეციალისტი, ეს არის ექიმი, ენდოკრინოლოგი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და მასაჟის სპეციალისტი. ამაში იგულისხმება ეს რატომ? ხო, ზოგადად ადამიანი არის ბიოფსიქოსოციალური არსება და მას თუ ჩვენ მივუდგებით რომელიმე ერთი კონკრეტული სპეციალისტით, თქვათ მიმართულებით, შესაძლებელია ისეთი ეფექტური არ იყოს წონაში დაკლება. ხო, დაიჩაგროს კი მაგალითად თუ კი თქვათ მარტო ენდოკრინოლოგთან მივა პაციენტი, მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა ამ შემთხვევაში თუ ის რის გამო იმატებს წონაში შეიძლება ემოციების გამო ჭამს, ხო, ბევრს ეს ყველაფერი დარჩება აბსოლუტურად უყურადღებოდ. ხოლო თუ კი თქვათ პირიქით მოხდება და ფსიქოლოგთან ამ ყველაფერს დაალაგებს პაციენტი, შესაძლებელია გამოგჩნდეს რაიმე ტიპის ორგანული დაავადება, რაიმე ტიპის ენდოკრინული დაავადება და შესაბამისად მაინც იყოს დისბალანსი. ამ შემთხვევაში კი ბატონო, ფსიქოლოგის და ენდოკრინოლოგის მუშაობა პირველ რიგში გვეხმარება იმაში, რომ მაქსიმალური ეფექტი იყოს და თითოეულ პაციენტთან გავიდეთ შედეგზე. ანუ კომპლექსურად კი ბატონო, ექიმი ენდოკრინოლოგი გამოკვლევების საფუძველზე, ჩვენ ლაბორატორიული კვლევებით სტარდება, მის საფუძველზე ექიმი урჩევს მასზე მორგებულ ინდივიდუალურ კვების რაციონს და ალბათ სიუჟეტშიც ნახეთ, ხო, რომ რამდენად ნოყიერი და რამდენად არაჩვეულებრივი მეთოდია წინაშე. გემრიელად შეუძლია მიირთვას პაციენტს, რა თქმა უნდა, ის ამ პროცესში სწავლობს ზომიერებას და პლუს ამას თუ კი აუცილებელია ამ შემთხვევაში რაიმე მედიკამენტოზური მკურნალობა პარალელურად თუ კი არსებობს რაღაცა სხვა კონკრეტული დაავადება, ამას ექიმი აგვარებს. და ბოლოს ერთსაც ვიტყვი, ფსიქოლოგი რაც შეეხება, უკვე ჩართულია იმაში, რომ პაციენტმა შეცვლოს დამოკიდებულება საკვების მიმართ, საკუთარი თავის მიმართ და შესაბამისად მას უკვე არ ჭირდებოდა საკვები ზედმეტი რაოდენობით. ერთი რამ მომენტი მაინტერესებს მართლა ძალიან გულწრფელად, არსებობს პოპულარული დიეტები, სხვადასხვა ცნობილი ადამიანებისთვის შემუშავებული ოდესღაც, რომელსაც შემდეგ მერე ვიღაცები აპრობირებას ახდენენ და იმეორებენ. აი ინდივიდუალური მიდგომა ახსენეთ თქვენ ახლა. რამდენად სასურველია რომ სიტყვაზე მე და დიეტასაც გავაკეთებ, მერე გააკეთო შენც იგივე და თუნდაც შენ. არ არის რეკომენდირებული ეს რა თქმა უნდა, უფრო ხშირად ჩვენი ექიმი ხშირად ეუბნება პაციენტს რომ რასაც მე შენ გაძლევ ახლა კვების რაციონს, ეს სასურველია რომ იყოს შენი, იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი დღის რეჟიმი, ფსიქოსოციალური აქტივობა, ცხოვრების წესი, ყველა ზოგი ადრე იღვიძებს, ზოგი გვიან იღვიძებს. იმის გამო რომ თქვენ თქვათ არ გეძინებათ, არ უნდა გაიღვიძოთ იმის გამო რომ მეგობარმა დიეტა მოგცათ და 9 საათზე უნდა ჭამოთ, ხო? ამიტომ რადგანაც ჩვენ ვარგებთ ამას ინდივიდუალურად პაციენტზე კვების რეჟიმს, ამიტომ არის მისთვის ძალიან კომფორტული, იმიტომ რომ მას ეკითხება კი ექიმი, რომ აი რომელ პროდუქტებს მიირთმევს ის, რომ ის პროდუქტები ქონდეს მას რაციონში. და კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი, არის ცილოვანი დიეტა, ასე რომ თქვა, საკმაოდ პოპულარული და მე ვიცი რომ ორგანიზმისთვის არ არის კარგი მარტო ცილის მიღება, იმიტომ რომ ეს ცილა საკმაოდ აბინძურებს ორგანიზმს. გლუკოზის ნახშირწყლის გამოკლებით მარტო ცილა. ჩვენს შემთხვევაში არის კომპლექსური ეს ყველაფრის ჭამა არის. კი, ეს არის ზოგადად ყველაფრის ჭამა, რა თქმა უნდა, რეკომენდებულია. არის გამონაკლისები იმ შემთხვევაში თუ კი გვაქვს რაიმე, თქვათ, ესეთი ტიპის დარღვევები, როგორც არის, თქვათ, ინსულინორეზისტენტობა, ხა ვისაც ესმის ამას, თქვათ, მიხვდება რას ნიშნავს, რომ შეიძლება შეიზღუდოს გლუკოზა რაღაც დოზით, თუმცა ის რომ იყოს ცილა აუცილებლად იყოს რთული ნახშირწყალი, იყოს ხილი, ბოსტნეული და რაც შეიძლება გემრიელად მოამზადოს პაციენტმა საკვები, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჭამოს გემრიელად. თეორია მოვისმენთ, აგერ პრაქტიკაზეც. ხო. მოდი დავიწყოთ თავიდან. კაი, რატომ გაგიხდა ეს პრობლემა საერთოდ, რატომ გახდი ჭარბწონიანი და რა პრობლემები გამოიწვია კიდე ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია? მოგესალმებით პირველ რიგში, ჩემი ჭარბწონიანობის მიზეზი იყო ფეხმძიმლები. ანუ სამი შვილი მყავს გაჩენილი და სამივე ფეხმძიმლებაზე დიდი წონა მაქვს მომატებული საკმაოდ. და რა პრობლემები გამოიწვია ჯანმრთელობის? პრობლემები გამოიწვია ბოლოს ფაქტიურად ვეღარ დავდიოდი, ვეღარ ვიძინებდი. საიდუმლო თუ არ არის რა ციფრი იყო სასწორზე? ხო, რამდენი კილოს? 126. და დღეს რამდენ სიწონით, როგორც ვიცი 45. 82 კილოს. და არის თუ არა თეონა ეს საბოლოო შედეგი ახლა ჩვენ მაყურებელი ხედავს თქვენს შესანიშნავად გამოიყურება და დიდი გზა გაგივლია. მეც მაქვს ასე მსგავსი ფოტო 92 კილო ვიყავი, ამიტომ მე არაჩვეულებრივად გამოიყურებით და ანუ მინდა გითხოთ ეს არის თუ არა საბოლოო შედეგი და კიდევ რას აკეთებთ კლების პროცესში ვარ, ისევ დამჩანო 15 კილო, ეს კარგი შედეგი იქნება უკვე და
ნახოთ რა, და ეს პროცესი პროცესი მიმდინარეობს. რამდენად მარტივი იყო ძალიან თქვენთვის? გამიმარტივდა კლინიკასთან ერთად. ცალკეულად რო ვაკეთებდი ხოლმე დიეტებს, ძალიან მიჭირდა. ვიწყებდი ორ შაბათს და ვამთავრებდი ორ შაბათს. ამ კლინიკაში მომცეს იმის გამოცდილება, რომ ფსიქოლოგი დამეხმარა აი ეს ძალიან. ფსიქოლოგიური ნაწილი ძალიან კი, აი ყველაზე დიდი როლი ითამაშა ფსიქოლოგიურმა, ენდოკრინოლოგმა ჩემ ანალიზებზე მორგებული დიეტა დამინიშნა და იმდენად მარტივად ვიკლებდი. სიამოვნებას მანიჭებდა ეს პროცესი რა, არ ვიყავი მშიერი და თან ვიკლებდი. აი დღეს როდესაც სარკეში იყურები ყოველდილით, მოგწონ შენი სხეული უფრო თავდაჯერებული, რა თქმა უნდა თავდაჯერებულობა შემატა ამ ყველაფერმა. არ გეკითხებიან ხოლმე ეს უცნაური ის რომ რატო გახდი? ამ შემთხვევაში ალბათ როგორ გახდი? ხო, როგორ გახდი? რატო გახდი საკითხულობა სხვათა შორის გიგონება რაღაც სუდი მოხდა ამით. არა, რატო გახდი? და რას ურჩევთ? კი, ეს მართალია. ბოდიში ხშირად ეუბნებიან, მამოდრომლის პაციენტი ხშირად ამბობს, რომ დედაჩემი მეუბნება, რომ ისედაც ძალიან ლამაზი ხარ და ისეთი ლამაზი ხარ, ისეთი, ანუ დედას რა თქმა უნდა ყველანაირი მოწონს თავისი შვილი. პრინციპში უბრალოდ მე ვიტყოდი რომ ალბათ ადამიანი თავის წონაში, არ აქვს მნიშვნელობა 100 კილო იქნება 90 თუ 50, თავის წონაზე უნდა გრძნობდეს კომფორტულად თავს. თავარი ეს არის. მე მქონდა ეგ მომენტი, რომ იმ წონაზე სარკეში რო ვიყურებოდი, ვიცოდი რომ სულქანი ვიყავი, მაგრამ ვერ აღვიქვავდი ამას. და ნუ ეხლა რო უკვე ფოტოებს უყურებ, ძალიან მიკვირს, რომ აქამდე გაუშვი ეს ყველაფერი და ასაკიც არა მაქვს იმხელა, რომ ამხელა ყოფილიყავი წონით. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო ამჯერად ამ სახის პოსტ-ტაიმი. წარმატებები მინდა გისურვოთ და მაყურებელს ვეტყვი იმას, რომ პოსტ-ტაიმის ბლოგის პარაგრაფში ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და ამ კლინიკაზე უკვე სხვა დეტალებზე ვისაუბრებთ ბავშვებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აქვთ ეს მომსახურება, ფსიქოთერაპევტის მომსახურება და უფრო დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მე კი მაყურებელს მინდა ვურჩიო, რომ თუ თქვენ არ მოგწონთ თქვენი სხეულის ფორმები, იხედებით სარკეში და არ იხიბლებით საკუთარი თავით და ეს მოქმედებს თქვენს თვით თავდაჯერებულობაზე, თვით შეფასება გაქვთ შედარებით დაბალი. მოკეთ ეს პრობლემები შეგიძლიათ ძალიან მარტივად მოაგვაროთ, თუ Facebook-ზე აკრიფავთ კლინიკა Wellness და უკავშირდებით და დაგეხმარებიან პროფესიონალები. რუბრიკა Post Times წარმოგიდგენთ კლინიკა ველესი. წონის დაკლების კომფორტული გზა.